მეგობრებო, ვისაც გჯერათ სასწაულების, ანგელოზების, იმისი რომ რაღაც დიდი მოქმედებს შენით, ხელი ამიწიეთ მაღლა. ხელი ამიწიეთ მაღლა და მინდა რომ მადლობა გადავუხადო იმ რაღაც დიდს, რაც მოქმედებს ჩვენით, ასე ვთქვათ. მადლობა იმისთვის, რომ აქციე ადამიანად, მადლობა იმისთვის, რომ არ ვარ წუწუნა და შემიძლია ჩემს ოჯახის წევრს გავუყო, ჩემს დას, ჩემს ძმას გავუყო და მივცე განუსჯელად ის, რაც მას არ აქვს. მადლობა იმისთვის, რომ მოქმედებ ჩემით. ვაუ, მოკლედ მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ ვიპოვე ქუჩაში 800 შეკელი. წარმოიდგინეთ, რამხელა ფულია 800 შეკელი, 4 ცალი 200-იანი. როგორც კი ავიღე ეს თანხა, ეგრევე შემხვდა ვიღაც უსახლკარო და ეგრევე მთხოვა დახმარება. ნახევარი ეგრევე გავუყავი, უთხარი რომ დღეს სასტუმროში დაიძინებ მეთქი და წარმოიდგინეთ, რამხელა შვებაა უსახლკარო ადამიანისთვის სასტუმროში დაძინება. მე როცა ტყეში ვცხოვრობდი, ბანაობა ჩემთვის არ იყო პრობლემა. ჩავიდოდი მდინარეში და იქ ვიბანავებდი, მაგრამ როცა შტატში ცხოვრობ, ბანაობა, დაძინება, დავუშვათ 4 თვეში ერთხელ მაინც ეგ იმხელა შვებაა. დღეს მაგალითად ხო ქუჩაში შემხვდა ადამიანი და მთხოვა 4 შეკელი. ეგრევე განუსჯელად, ანუ ამოვიღე ეგრევე და მივეცი 10-იანი და რას ვიცახი რა, წუწუნა ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი, ვერასოდეს ვერ იცხოვრებს თავის საუკეთესო ცხოვრებას. რა მე ვარ ბედნიერი, ყველაფრით სავსე, არაფერი არ მაკლია და არც არასდროს არაფერი არ დამაკლდება. იმიტომ რომ ვარ სავსე. თუ წუწუნებ, ყოველთვის წუწუნებ, ის არ მაქვს, ეს არ მაქვს, ვიღაცა როცა გთხოვს დახმარებას, განსჯი, რისთვის უნდა, რა შენი საქმეა, რისთვის უნდა. ეგ არ არის შენი განსასჯელი, შენ არ ცხოვრობ მის ცხოვრებას, იქნება ადამიანი ჯოჯოხეთშია და გთხოვს დახმარებას, ანუ შენ ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო არის ის, რომ დაეხმარო. ანუ განსჯდა და წუწუნი ჩვენი საქმე არ არის რა. რაში გაინტერესებს, რაში უნდა ეს ფული? ეგ რაში გაინტერესებს შენ მის ცხოვრებას არ ცხოვრობ, შენ არ იცი მისი ცხოვრება. როცა ადამიანი გთხოვს დახმარებას, უბრალოდ დაეხმარე. მასე იქნები ბედნიერი რა. ვის გჯერათ მეგობრებო, ვის გადაგხდენიათ ეგეთი რაღაცა, ვინ გრძნობთ ანგელოზებს, ასე ვთქვათ, რაღაც დიდს, რომ რაღაც დიდი მოქმედებს შენით. არ განსაჯო არასდროს ვისთვის უნდა ფული, არასდროს არ იწუწუნო. თუ წუწუნებ, სულ რაღაც გაკლია და როცა სულ რაღაც გაკლია, ვერ იქნები სავსე, ვერ იქნები ბედნიერი. სულ რაღაც გაკლია, სულ წუწუნებ. მოკლედ, თავარი არსი ამ ვიდეოსი არის ის, რომ წუწუნა ადამიანი ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი. თქვენ დამიწერეთ მეგობრებო კომენტარებში თქვენი გამოცდილებები, თქვენ როგორები ხართ, თქვენ როგორ გრძნობთ თავს, თქვენ თუ გჯერათ ამ ყველაფერს, თუ შეგიმჩნევიათ, ძალიან საინტერესო იქნება რა. მიყვარხართ, დიფარეისი იყო აქ და დროებით გეშვიდობებით.